მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია, თქვენი მყოფებით ჩემს მეორე არხზე, ტარო ნინია. ეს არის არხი, სადაც მხოლოდ გაშლები ტარდება და თქვენი დიდი თხოვნით, ძველო და ახალ გამომწერებო, გავაკეთებ ესეთ გაშლას, თქვენს მტრებს რა ბუმერანგი დაეწია. დავიწყოთ. ახალო მსტუმრებო, გამოიწერეთ უბრალოდ არხი და გადადით ჩემს მეორე არხზე, ლინკს დავტოვებ, უბრალოდ ეს მეორე არხია, პირველ არხზე ტარო ნინია, იქ სხვა ლოგო მაქვს და იქ იქნება რიტუალებიც, რომლითაც გამოისწორებთ ცხოვრებას. დავიწყოთ აბა რა როგორ არიან და რა ხდება ჩვენს და თქვენს მტრებთან, ხო? აბა ვნახოთ რა ხდება. რა ბუმერანგი დაეწიათ იმის მერე, რაც დათესეს ეს ბოროტება თქვენთვის და წლების მანძილზე, თვეების მანძილზე, დღემდე მოკლედ ასე ვთქვათ, ხო? ბუმერანგი დაეწია ორ მამაკაცს და სამივე მამაკაცია, ესე იგი, სერიოზული ბუმერანგი დაეწიათ და გაუკვირდათ, მიხვდით, ხო? უკვე ასე ვთქვათ, ბოლოში იყვნენ გასულები, მათ ასე ეგონათ და რომ უნდა ეზეიმათ უკვე თასიც კი მომზადებული აქვთ, ხო ხვდებით არა და ემოციურად უკვე წინასწარ დაიწყეს აღნიშვნა, ანუ ზეიმობა, ხო ხვდებით, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, აბა ვნახოთ კიდე ეს ზეიმი გაუჩერდათ, ანუ ვერ მიხვდნენ რა მოხდა და ბუმერანგი საიდან და რატო მიუვიდათ უკან. ჯანმრთელობა დაკარგეს, ესე იგი, ფინანსები დაკარგეს, საერთოდ როგორც თქვენ თავზე, მენტალზე გიკეთებდნენ, ძალიან ბევრი მტერი ამოდის, აქ მიჩვენებენ, რომ ერთდროულად შეიძლება ერთადაც არიან, ერთადაც იყვნენ, ახლობლები არიან, ნათესავები არიან, მაგრამ შეიძლება იყვნენ არანათესავები და საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ესე იგი ერთდროულად ხდებოდა და დღემდე მიმდინარეობს ეს დარტყმები. პირდაპირ როგორც თქვენი ჩაქოლვა უნდათ, ხო? ესე ჩაიქოლებიან, გესმით? ნახეთ როგორი ნაირ-ნაირი ჩონჩხები ამოდის. რა და იცით რა არის, მიუბრუნდა ასე ჯადოქარის ან თეთრი მაგიის მეშვეობით, ვინც ესე იგი იყენებთ ჩემ რიტუალებს, ვინც არ იყენებთ, შეიძლება სამართლიანად ან თქვენი ძალებით მიუბრუნდა უკან, არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ აქ უფრო სერიოზული დიდხნიანი მუშაობა ჩანს, რომ თქვენ უშვებდით, ცილებდით, გაწმენდებს აკეთებთ დღემდე და ესე იგი ეს გცილდებათ თქვენ და რა თქმა უნდა ბუმერანგი მისდით, ხო? გასულედნენ, იცით, როგორც თქვენი გასულელება უნდათ, ისე უნდათ ისე გაგასულელეს, მიხვდით, ხო? აქ არიან კიდე კალდუნი ამოდის და მისი მოსწავლეები, ესე იგი, თქვენზე ვარჯიშობენ, მინდა ესე ვთქვა რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვარჯიშობდნენ და ვარჯიშობენ და ჯერჯერობით კიდე არ ჩერდებიან, იმიტომ რომ ამათთან, ამ მტერთან მივიდა გაფრთხილება ზემო ინსტანციებიდანაც და დაბალი ძალებიდანაც, რომ გაჩერდი, საკმარისია, ყველაფერს აქვს თავისი ზომა წონა, მაგრამ ესენი არ გაჩერდნენ, ამათ გაფრთხილება ჰქონდათ სერიოზული და არ გაჩერდნენ და აქ არის ვინც არ სვავდა სასმელზე დამოკიდებული გახდება, სიგარეტის მოწევას დაიწყებს, კიდე იმ რაღაცის მოწევას დაიწყებს, ვიღაცაზე ან კიდე რაღაცაზე დამოკიდებულები გახდებიან, თვითონვე თავისი ჩაგდებული ხმლით, თვითონვე მოიკვეთავენ ხელებსაც და თავებს პირველ რიგში და მე შეიძლება მე არ გამოვრიცხავ აქ, რომ სერიოზული გააფრინოს ადამიანმა არ გამოვრიცხავ ნამდვილად.
ну აღარა ის ვინც ეხმარებოდა თქვენს მტერს ხო იმათ ფულის დაფინანსება ხო უნდა ეხლა მაგიას რომ შეუკვეთო ჯადოქარს შავ ჯადოქარს თუნდაც და გაგაფუჭონ ხო ნახეთ როგორ დაჯდა ამოვიდა ესე იგი იზოლაციაში ჩაჯდებიან ჯანმრთელობა გაუნადგურდებათ უკვე მიმდინარეობს პროცესები უკვე მიმდინარეობს უკვე ძალიან დაჩქარდა ეს ბუმერანგი ეტაპობრივად მიმდინარეობს ესე იგი მაგათ ისე გააკეთეს თქვენს წინაშე შავ მაგიას აკეთებდნენ რომ მიცვალებულები მკვდრებიც კი ამოწიეს საფლავებიდან ეხლა ესენი ხო ამათ ჩაეკეტებათ ხო თქვი ახალგაზრდა პიროვნებებიც არიან აქ ცოლიანი მამაკაციც დაფიქსირდა ვიღაცა გებძვით შეიძლება წარსულიდან ან თქვენი შვილია ჩაკეტილი და იმ დაგაშორეს ესეთი თემა მოდის მიხვდით ხო აი ახლა თავიანთ შვილებს და თავიანთ მომავალს და გვერდში მყოფებს აი ვინც კი გვერდზე ედგა და ნუ რო გააკეთა თავისთავად და ეხმარებოდა მაგრამ თუნდაც არ ეხმარებოდა მაგრამ იცოდა რომ თქვენს წინაშე და თქვენი ოჯახის წინაშე აი ესეთ საშინელ დარტყმებს აკეთებდა და რო არ უთხრა რომ აი რას აკეთებ გაჩერდი რატო უკეთებ აი ესეთი თემაა მიხვდით ხო საერთოდ ფული აღარ ექნებათ, შემოსავლის წყარო აღარ ექნებათ, ჩაეკეტებათ, თვითონ სამყარო ჩაუკეტავს ამას, სამყარო ჩაუკეტავს, ავარიაში მოყვებიან, აქ არის ავარია ჩანს, აქ ესე იგი, რატომღაც ესე მეუნებიან, აი სისხლის ცრემლებით იტირებენო, თქვენი მტრები, ჩემი და თქვენი მტრები და უკვე ტირიან, აჰა გენაცვალე, უკვე ტირიან, დაცვები, თქვენი ენერგეტიკების, თქვენ რო იზოლაციაში ჩაქვსვეს და მიცვალებული ან რაღაცა სუშნას რო უსულო არსებები გამოუშვეს თქვენსკენ და ამ ენერგეტიკას წოვდნენ ჯანმრთელობა წაგართვეს ფინანსები წაგართვეს შეხედულებებზე გარეგნობაზე აკეთებენ კრადნიკებს ხო ეხლა ეს ყველაფერი თქვენგან განთავისუფლდება ნელ-ნელა მოიხსნება ჩქარა არც გირჩევთ იმიტომ რომ შავი ესეთი მძიმე ენერგეტიკის გასვლა რაც აქ მე ვხედავ და ვგრძნობ ხო ჩემ თავზე ეხლა სერიოზული დარტყმა გექნებათ ჯანმრთელობაზე ისევ თქვენ ეტაპობრივად ესე იგი რასაც ელოდებოდნენ აი დათესეს ხო რომ ეგონათ რომ უკვე ბოლოში იყვნენ გასულები აი გრძნობებზე სიყვარულზე ურთიერთობებში დაცვებზე ან ხალხი იცავდა ან ერთმანეთის აქ ძალიან ბევრი ამოდის ერთად წეღან იმიტომ ვთქვი ზუსტად რომ სხვადასხვა ან ერთმანეთის ახლობელი ადამიანი ან სისხლით ნათესავით შეიძლება იყოს მაგრამ ერთდროულად გირტყავდნენ მიხვდით ხო და იმიტომ იყო ესეთი ძნელი ეს მოდის ქალბატონი ხმლებიდან შეიძლება ჰაერის ნიშანიც იყოს აჰა მეფე და დედოფალი შეიძლება წყვილებიც იყოს ან არ იცნობდნენ და ერთნაირად ერთდროულად ზუსტად მიმდინარეობს დარტყმები ნუ კიდე რაში ხალხი იცით რა არის ეს მოსწავლეები ვინც ასწავლიდნენ და თქვენზე მეცადინეობენ ხო დღემდე ხო ისინი იმათაც აი სისხლის ცრემლები მეთქი ხო ხვდით აი სისხლის ცრემლებით მართლა იტირებენ ასე მეუნებიან აი უკვე მიუვიდათ ბუმერანგი ჩემ ხელში მადლობა სამყარო მადლობა აი გენაცვალე იმპერატორი ვიღაცა ძლიერს ეს არის უკვე კალდუნი ამოდის კონკრეტულად და რომელსაც ესე იგი შამანური სისტემაცაა აქ შამანის ძალებიცაა გამოყენებული შამანის სარკე შამანების სულები და ასე შემდეგ თვითონ შამანიც მუშაობდა მაგრამ შამანების სულებია აქ ვინც შამანები იყო გარდაცვლილი აი ისინიც კი გამოგზავნილი იყო მოკლედ მთელი ის აწიეს სამყარო მიხვდით ხო ზემოდანაც და ქვემოდანაც რა ისე გებრძოდნენ რა და ეხლა ეს კაცი დაიწყებს დალევას შეიძლება უკვე სვავს და ახასიათებდა ამ ფეხზე ექნება პრობლემა რაღაცა შეიძლება კიბოს დაავადება გაუჩნდეს ან უკვე მიმდინარეობს ესე მეუბნებიან და ის სულები რაც თქვენსკენ
გამოგზავნეს, რა თქმა უნდა, ეს შამანის სული ისე ზემოთ მოხეტიალესულად ხوار დაიტოებს თავს, ისევ მიუბრუნდა აი ამას თქვენს მტერს და ამას დაუწყო, რა თქმა უნდა, ამისგან იკვებება. ეხლა თქვენი მტერის ამ კალდუნის ენერგიებით იკვებება. აბა კიდე რა ბუმერანგი როგორ არიან და რა ბუმერანგი მიუბრუნდათ მტრებს, ნახოთ. იცით რა არის? გამოჯანმრთელება ხო აღარ ეღირსებათ, ამ იმპერატორს დაეცა უფრო. საშვილიშვილოდ გაიხადეს საქმეს, სიყვარულ დაშორდებიან, ოჯახები დაენგრევათ, თავიანთ მომავალს და უკვე მათ გვერდზე სიცოცხლეშიც ხო ჩვენ ვითვლებით მომავლად და ჩვენი წინაპრებიც წინაპარი იმას არ ნიშნავს, რომ მარტო გარდაცვლილია. წინაპარი დედა, მამა და ასე შემდეგ ცოცხლები. აი მაგათ მომავალს, მაგათ შვილებს საერთოდ, ესე იგი დაიბლოკნენ, გასაღებს ეძებენ და აი გასაღები აიტანა უფალმა ზეცაში, მიხვდით ხო? არანაირი გზები, არანაირი სიყვარული, არანაირი გახარება მათ ცხრა თაობას ესე მეუბნებიან ზუსტად. აი ნახეთ როგორ დაიწყო, ხმლით დაიწყო და ხმლით გავაცილებ მე ახლა ამათ მეგობრებო, აი ესე გაცამტვერებულს, გაგიჟებულს და ტვინ ახდილს, რომ ვერ გაიგეს რა მოხდა და საიდან, მიხვდით ხო? ნუ ძლიერები ახლა კი გრძნობდნენ რომ უყურეთ აქ დაცვებს რომ თქვენი იკეთებდით და ან იმათ უხსნიდით, მიხვდით ხო? ახლა თქვენ რო ბუმერანგს უშვებთ, რა თქმა უნდა, იმათ დაცვები ეხსნებათ, ხო? აჰა, გასაგებია. მოკლედ, აი ესეთი ჩართვა იყო მოკლე და ლინკს დავტოვებ ჩემი პირველი არხის, გადაბრძანდით იქით და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ჩემი აი ნახეთ როგორ მაჩერებენ, რო არ თქვა რიტუალები, რო არ გამოისწოროთ ცხოვრება და მეკითხებიან ნინია ეს ძველი გაშლები რეზონირდება, რა თქმა უნდა რეზონირდება, აბა რისთვის არის ძველი და ახალი მაგიაში და არც გაშლებში და არც ტაროში არ არსებობს ის წინა თვეში და 2 თვის წინ რომ გაშლადევს, ის რომ ეხა ჩართოთ, სულ სხვანაირად მოგაწვდით სამყარო და სულ სხვანაირად და უფრო წინ და წინ ძალა მიეცემა განმეორებით ყურებას და უფრო მეტად გაგიკვალავთ გზას. მომავალ შეხვედრამდე.